გამარჯობათ. გამარჯობათ ხალხნებო. ეხლა უნდა განახოთ გადაწყვეტილი მაგიდა ბარბარესი. იდეაში გაწმენდილია, მაგრამ აქ თიხით ითამაშა წეღან. და თავის ჭკოში რაღაც უკვე დაფენილი ქონდა. სვედით უფრო წმიდება. აი ნესტიანი კაკა დაწურული ტილი. 9 საათია. დავამთავრე დღევანდელი მოღვაწეობა. კვერცხმეულ ხარში გავშვით და ის შეჭავეს. ნინოც ვაბანავე. ხეი ვითომ გავწმინდებით. შენ ხო იყო თუ მომეჩვენ? გარეთ არის შედეგი დღევანდელი ტელეფონების ჩამორთმევის, დღევანდელი სოციალური ქსელებიდან დასვენების ბავშვების დღეს შედეგი არის გარეთ. ეს სადავდრო არ ჩადეს ეგ. ამას კიდე დასჭირდება სავარაუდოდ შრალი წამი. სადადის სატენი. კიდე ისავართო უკან. იცი რა ლაბაზია. წამით სადგად მოგსვათ თქვენ პრინციპში არსად. ესე ჩვეულებრივი ტელეფონის სატენი და ეს ვაჟბატონი იქნეს შევაერთო. იმედი ერთ ვიზავ. Bluetooth mode. Ay mira, me van a tener las malas de caldo. ¿Me echa? Vas a cochar. Es un tío holme da ik chance. Ajit. Es un tío holme ninoro idzines. Ogon desa. მარტო ვარსკვლავების ფერადი არა. ხა და ისე შუქს ჩავაქრებ და ნახოთ როგორ გამოჩნდება. აურა ლამაზია ხო? აი ეს არის მთელ ოთახში ახლა. ეხა ეს ნათება, რომელიც ესე გადადის, ამას ვუთი შევხვევი და მარტო არის ვარსკვლავები და აი ეს მთვარე რაც ჩანს. ლამაზია. აი ხა გონია რომ ხო რაღაცა ფილტრის იმაში ვარ, რა ქვია, ფილტრი მოდევს, მაგრამ ეგრე არ არის. ან ვიცით რა ლამაზია მართლა. შეხედეთ. ამაში ვიცი 35 ლარი. ნახე მაღლა რა ხდება. ძალიან ლამაზია. ეხა განახებთ რო იცვლის. Music mode. Bluetooth mode. ისინი ჩავთ მუსიკას შემთხვევით. საიდან ირთვება კი?
და ეს იმდენი ხანია. ეს არაფერი არ არის აშკარა. ხო, აი, ნახეთ. ხა ითევა მარტო თვარი და ვარსკვლავი. აი მეცო მოძრაობა, აიმე, რა ის არის. თვარესთან დამოვიდე. გამარჯობა ხალხო. ეს არის თვარი. ნახეთ რა მაგარია მთელ ოთახში. ეს არის მარტო ანუ აი ციალივით რა სხვადასხვა ფერი და ეხლა რომ დავაწვევი ანუ ვარსკვლავებით, თვარეთ და ეს ყველაფერი ერთადა. ლამაზია ძალიან. რამე უნთია ხოლმე ეს და ულამაზესია ოღონდ კიდევ ვერ აღექვავს იმ ფერებს. აქ კიდე აკვრიან, აი აქ რო ჩანს, აკვრია ისინი. ფოსფორის ფერადი ნაისინი, ვარსკვლავები და როგორიც აქ როგორც ჩანს. კაი. აი მე ჯერ უშუქია მე თო ისე კაი იქნება. არაფერს დავეტაკო. აი ეს ვაჟ ბატონი შვება მაგ ყველაფერს, რომელიც თუას გას. სატელის ჩაგდებას არ მიბჩნევ. დღეს დაიწყო ხალხმა ჩემი მოკითხვა, ანუ ახალ წლებში, რომ ვინც არ უყურებს YouTube-ს. აი მაგათ, თორემ თქვენ ხო იცით, რომ შილას დგავდი და მე რა შორენა დადგავ და გადმოიღებ და დადგავ და გადმოიღებ. რო სათხარო, არ ჩანხარო, არსად არ ყოფილი ხარო, რაღაცაო, რატო დაგვივიწყეო და აი ესე. შორე ხა სანათლებზე რამეს მეტყვი, უბრალოდ შემიშრა და არ ვიკრავ. ხო. შედეგზე მინდოდა მელაპარაკა დღევანდელი შედეგი. ტელეფონების ჩამორთმევის, კომპიუტერების ჩამორთმევის და ასე შემდეგ. ანუ უკვე პიკი იყო, უკვე ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას ვიღებ ხოლმე მაშინ, როდესაც არის უკვე всё, არანაირი მოთმენა. იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, 8ჯერ რო იქნება შენიშვნა, მე-9-ეთ მე-10-ეთ აღარ და უკვე მეორე დღეა, დღევანდელი დღე. ძალიან გიეჭირა ცოტა ხანი ნინოს, მაგრამ ჩავერთვა. ამიტომ ეხლა დაინახეს ბავშვებმა, რომ თურმე სამნი ყოფილან სახლში. თურმე რამხელები გაზრდილან და თურმე აღმოაჩინეს, რომ უამრავი n რაოდენობის სამაგიდო თამაში არსებობს, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველა. მონოპოლიიდან დაწყებული, უნოთი დაწყებული, რაღაცა ახალი კარტი გამოიტანა იოანემ, კარტი არ არის, ანუ უნოსავით არის რაღაცა თურქული რაღაცა თამაში. რომელიც ახლა ანტალიიდან ჩამოიტანა ცეკვაზე რომ ეხლა გახსნა, წარმოგიდგენთ, ეხლა გახსნა იმის ისიც არ გქონდათ რომ გაიხსნათ. ეხლა ძალიან კარგად გახსნეთ, ძალიან კარგად თამაშობენ, ისმის ალბათ ხმებიც. და აღმოაჩინეს, რომ თურმე კარგი ყოფილა, როდესაც სახლში სამი ბავშვია და თამაშობენ რა. და რამდენი სათამაშო გქონი. თან პერიოდულად თვალებში რო გიყურებენ, ეგეც კარგი არის, რომ რამე არ დაინახო გასაკეთებელი. ძირითად ნაწილს მაინც მე ვაკეთებ, მაგრამ რაც შეუძლიათ და რაც ბევრს არ ვთხოვ იმას, ის რო დარჩება გასაკეთებელი, მტრისას. თან დღეს ხო ეგეთი რაღაცნაირი დღე მქონდა და ანუ საჭიროა. ეხლა მაგალითად რაღაც წელი დავკეთე, რომელსაც დაუთოება არ ჭირდება, არ შემილაგები აქ კარადაში დავალაგე აიქ ბარბარეს აწოლზე და დასაძინებლად რო შემოგზადებიან ეხლა. ნახავენ რომ ეს აქ დევს და გაანაწილებენ თვითონ სადაც უნდა დადოთ.
იმიტომ რომ მე რო ამ ოთახში გადმოვიყვანე ეგენი, მე ვუთხარი გასაგებად. ბაზარი არ არის დავაუცებ კიდეც და ყველაფერს გავაკეთებ და ფარდიან დაწყებულ ყველაფერი ისე დაცრას ვაკეთებ, ანუ არ გამოვტოვებ ამ ოთახს ხო, მაგრამ აი ძირის ძირობიდან, აი ეს კუთხის იმიდან გევალებათ თქვენი ნივთები, თქვენი ესე რაღაცა ტუმბოები, რაღაცები უნდა აწესრიგოთ თქვენ. თორე მე თუ დავიწყე, მეც როგორ ვიცი? ანუ ეს ხო ვიწყე დაველოდები, მე ვალაგებ. მაგრამ მე თუ ვალაგებ, ნახევარზე მეტი რაც რამე ულაგია ტუმბოებში, ფაქტიურად აღარ არსებობს, იმიტომ რომ იმ რაღაცებით ივსება ბუნკერი. ამიტომ ეგ რო იციან, რომ მე მაგას გავაკეთებ, საერთოდ არ მაინტერესებს, სჭირდებათ თუ არა სჭირდებათ, თუ არ დევს ისე როგორც უნდა იდოს, თუ ყრია უბრალოდ რომ აი ესე უაზროდ, აუცილებლად ივსება ბუნკერი. აუცილებლად. ხო და არა, შედეგი აქვს ეგეთ. გაგიჟებას აქვს შედეგი, კი. დიდხნიანი შედეგი აქვს, მეთქი არ ამგონია. იმიტომ რომ ეს პირველი არ არის პირველ შემთხვევაში. მე ისევ მოეშვებიან ხოლმე, იმიტომ რომ მე თვითონ ვეშვები ხოლმე. ეხლა ვფიქრობ, რომ არ მოვეშვები. ანუ გავივლი, დავინახავ აი ზედმეტი და ვაიღე გადააგდე. არ მაინტერესებს საერთოდ სჭირდება, თუ იქ გჭირდება, შეინახე, თავისი ადგილი გქონდეს. იცი რა, მე ეს ყველაფერი მე მამძიმებს. ეხლა სიტყვაზე ეს ხო არ უნდა იდოს აქ, არ უნდა იდოს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ აქ დევს. რაღაცა არ უნდა იდოს იქ დევს, რაღაც არ უნდა იდოს ამ მთლიანობაში, სულ რო ყირაზე დადგე და დაალაგო და ეს ყველაფერი ესია, ლაგია. არც დალაგება ეტყობა, არც არაფერი არ ეტყობა და ეს ყველაფერი აი ვიშლები ჭკვიდან. და ანუ წეგან ფიქრობდი რა, დავანებოთ ამეთ თავი კი შევეშვათ. წეგან ფიქრობდი აი იმ პროცესის დროს. წეგან ბევრმა დამიწერეთ, რომ ანუ ეს პერიოდიო, ეს დღეებიო ჩვენც რაღაც ასე ვგზნობთო თავსო. რაღაცნაირად. მე დავფიქრდი რა, ვფიქრობდი ასაკს რო ვაკეთებ, თან ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მე გამიარა, აი აბანოდა რომ გამოველი გამიარა. თან ყველაზე კაი ის იყო ჯერ ნინო ვაბანავე და ნინოს ბანაობის დროს ხო თქვი წეღა რომ ამას დიდი ის აქვს წნევა ამ წყალს რა და ესე იგი ამის ბანაობის დროს ხელში მეჭირა დუში და გასხა და გასკდა ისის. და მე ასე ის რო არის დუში არა მეორე როა დაბლიდან წყალი იმაში ვედრაში ვასხავდი და კრუშკით ვიბანავე ხო წყალი დებოდიოდა. მაგრამ მაინც ბედნიერი გამოველი, იმიტომ რომ გამოველი რომ ვიცი რომ არაფერი აღარ მაგასაკეთებელ თავს ყველაფერი გავაკეთე. ნუ ერთი პირი საერთოდ მაგა გასაფენი და არ დავფინე სპეციალურად რომ ის რაღაცა სუნი ტრიალებს კიდე ტერიტორიაზე და არ მინდა რომ ბოლის უნდა თაყროლდეს რა ყველაფერი. ხო და რას დავაკვირდი რა ესეთ პროცესს რომ ვამბობდი ხა რომ თქვენც მეთქი მსგავს სიტუაციაში ხართ და რაღაცა მე რა ფიქრობდი რომ ანუ რას გამოვყავართ ამ მდგომარეობიდან. არ ვიცი რამდენად აქვთ კაცებს ეს დეპრესიული ფონი თუ რავი რას ცეცხლია ხოლმე, არ ვიცი არ მიყვარს ეს წოდიდათ რა. ალბათ აქვთ და მათათ აქვთ თავიანთი მიდგომა, მაგრამ მე ეს რას დავაკვირდი, იცი? ქალების ალბათ 90% დეპრესიული ფონი რო ეწყება პირდაპირ ავდგებით და ვეცებით ხოლმე რას თმას, მე მაგალითად მასე. აი სულ არაფერი და აი ეს ხა დავიჭრა და მოვიჭრა, იქნები უბედნიერესი, არ ვიცი, რაღაცა ცვლილებას ვაკეთებ თითქოს ჩვენ გარეგნობაში. ჩვენს რაღაცა ემოციურ რაღაცა ჩვენს რაღაცა ქვეცნობიერად გონია რომ ჩვენ რო გარეგნობას შევცვლით ეს დეპრესიული ფონიც გაივლის. მთლიანობაში შეიძლება დიდათ არ გცვლის ეს თმა, მაგრამ რა ვიცი, დამეთანხმებით რომ თმასთან ურთიერთობა ამ სიტუაციას შველის. მართლა ასია, ჩემს სიტუაციაში ასია. და კიდევ ბევრჯერ მithქვია რომ მე ანუ შეიძლება საჭირო ნივთები, მაგრამ იმ წუთას რო არ გჭირდება იმ ნივთების გადაყრითაც თავისუფლდები,
ანუ ამდენი ნივთიდან რჩება ეს და უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ რჩება ის, რაც იმ წუთას ჭირდება და 2-3-4 დღის მერე თუ უნდა რაღაცა დამჭირდეს, იმას მე ვიშოვი რა. და საერთოდ არ მჭირდება ნივთი, რომელიც შეიძლება წელიწადში ერთხელ უნდა დამჭირდეს. არ მინდა ეგეთი რამე, ერთ წელს გავძლებ უიმიცოთ. მინიმალიზმი მიყვარს ყველაფერში. ნივთებშიც და ყველაფერში. ეხლა უბრალოდ აი ეს რო არ იყოს საჭირო, ამასაც არ დავდგავდი, უბრალოდ საჭირო ჯერ ეს კარადა არ გვაქვს ჩაშერებული და ანუ საჭიროა რა, უნდა იყოს ეს რაღაცა. ესეც არ ნამ მაქსიმალურად რომ შეიძლებოდეს რომ ოთახში იყოს 4 კედელი და სხვა არაფერი, მე ვიქნები ბედნიერი. აი თუნდაც საწოლი რო ადგილი და საწოლისად მე დამალო რაღაცა საწოლის ქვეშ შედგა საწოლი. დამალო, აი ვარ ბედნიერი. მაგრამ წელს ჩემს ოთახს რადიკალურად ვცვლი. ყრი ყველაფერს ძველს შეიძლება მეორადი მომაქ. მაგრამ არა უშავ რა, ჩემთვის ეს ძველია ყველაფერი. ყრი თავისუფლდები ამ რაღაცა გრუბი რაღაცისგან და შემოვიტან ჩემთვის, ჩემს ნაყიდს. კაი რა, განა რაღაცნაირი ხანი და იცოცხლოს ადამიანმა. გააკეთე რა ის მინიმალური რაც გინდა. ხო რა. შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ ეს რა წლები ისე გავიდეს, რომ ისა მე მაგნალიდან არაფერი არ ავიღო ლეიბიდან. კი თან იმას ვამბობ რა, რომ ამ ოთახს რო გავაკეთებ კიდე რაღაცა, მაგ ოთახში იოანეს გადმოვიყვან და იოანეს ოთახი იქნება ეგ მუდამ დიდი ოთახია და რაღაცა. მაგრამ მოესწრება ეგეც. ამიტომ მაგ თემასთან დაკავშირებით უნდა ჩავწერო აუცილებლად ვიდეო. შეიძლება ხვალეც ჩავწერო, შეიძლება ზედ ჩავწერო. ანუ ესეთი წყნარის ფონი მინდა, რომ არავინ გამაწყვეტინოს, არავინ ის მიქნას, რომ მე დამჭირდეს ახლიდან აკრეფამ აზრების. აი ახალი რძალი რო შევოდის ოჯახში. აი თუნდაც ჩვენ რო შემოვალთ ოჯახში, თუნდაც ჩვენთან რო შემოვლენ ოჯახში, ეს ამ მიდგომაზე და რაღაცაზე, მოკლედ არ მინდა ეხა მაგაზე ვილაპარაკო, მაგრამ მაგაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო, ჩემი სათქმელი უნდა თქვა, რომელსაც იოანეს სულ ვეუბნები და ყოველთვის ვიტყვი. ხა არ მინდა უბრალოდ მაგ თემისკენ გადავხვი, ეგ ვერ იყოს. დღევანდელი დღის შეჯამება მინდოდა ეხა თქვენთან ერთად ჩაი დავლიე ძალიან გემრიელად, არ მიჭამია არაფერი, არანაირი სული არ მაგჭამის, ჩაი დავლიე და ცოტა ყველი მივაყოლე და უკეთ ვარ. იმიტომ რომ უჯრებიდან თქვენს გარეშეც ბევრი რამე მოვაშორე და გადავყარე და გავიტანე და გადავყარე, ბევრი რაღაცით დავწვი კიდეც. აბანო მაგით ავანთე და ასე შემდეგ. ხო და დღევანდელი დღე, ზოგადად ესეთ დღეებს, აი ესე რაღაცა უინტერესო, უემოციო დღეები, როდესაც არის ხოლმე, ძირითადად ესე ჩუმად გადავლახავ ხოლმე ჩემთვის რა, ანუ არ ვაგრძნობინებ რა თქმა უნდა, არავის ჩემს გარშემო მყოფებს. რაღაცა რობოტივით ვარ ხოლმე და ესე და პროგრამებული, რომ საქმეში. ანუ მოძრავ და დღის ბოლოს რომ ჩერდები, რომ გადახედავ შენს მთელი დღის აი ამ ჩუმად მოქმედების შედეგს რომ დაინახავ და მე რომ აბანოდანაც რომ გამოხვალ და რაღაცა, აი ვგრძნობ, რომ სულიერად ფიზიკურად ვარ ძალიან სუბუქად ხოლმე და ეგ მშველი. წაღან მაგას ვამბობდი, თმა, დალაგება და აბანო მშველის მე. ეხა თმაზე ხელი არ დამიდია, საერთოდ. უბრალოდ აშკარად ჩემი თმა ითხოვს, რომ შამპონი უნდა შევცვალო. ბარბარეს ეს შამპონი მოწონს, მაგრამ რა ვიცი, მე ვერ მოვიხდინე და მინდა რომ შამპონი შევცვალო. არ ვიცი როგორ ვიყიდი, მაგრამ ფაქტია უნდა შევცვალო და ჩემთვის მექნება და შევინახო. მთლიანობაში
მთელი დღის ანალიზი რო გავაკეთო, ესე ვიყოვითო, ისე ვიყავი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჩემი დღით. შეიძლება იდეალური არ იყო, მაგრამ შედეგი ჩემთვის ახლა იდეალურია. შედეგი ისიც, რომ ალბათ ეს ემოციები კიდე ყველაფერს ანადგურებს, რა თქმა უნდა. ჯერ ის რა სპეციალურად არ გავაკეთე მაგაზე გუშინ წინ არ გავაკეთე მაგაზე კომენტარი, იმიტომ რომ ისედაც თქვენ თვითონაც ნახავდით სოციალურ ქსელში რაც მოხდა და რა საშინელება არის, არ ვიცი, ეხაც გადამბურცგლა, როგორ შეიძლება რომ გაიაზრო ეს საერთოდ, რომ 6 თვიდან 6-8 წლამდე ბავშვი ბავშვი ოჯახიდან გაიყვანეს და დაასაფლავეს. ერთი ოჯახიდან 5 ბავშვი. არ ვიცი, ეს არის წარმოუდგენელი კოშმარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენ თვითონ არ გვინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერზე მოქმედებს, ყველაზე მოქმედებს. არ არსებულია, რომ რომელიმე ადამიანზე ამას არ ემოქმედა და ეს ყველაფერი პლუს მერე შენი იმ პრობლემასთან, რაც ეხლა ვთქვი, შენი პრობლემები უკვე არაფერი არ არის და ეს ყველაფერი გაქრობს, გთიშავს. მორჩა დამთავრდა, არაფერი აღარ აქვს, არანაირი ემოცია აღარ აქვს. და ესე აპროგრამებ შენ თავს, რომ უბრალოდ გაგრძელდეს რა. და ეს ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, რა საშინელება ის წარმოდგენაც არ მინდა იქ რა ხდება. როგორ დაკოცნა მამამ სასახლეები, როგორ გადასახა პირჯვარი და გაუშვა ერთად დასაფლავებისთვის. ეს არის ტრაგედია. ეს არის, არ ვიცი, ტრაგედია ძალიან მსუბუქი სიტყვა ამასთან. ეს არის აქ დედამიწაზე არსებული ჯოჯოხეთი. ამაზე მეტი მშობელს არაფერი აღარ ეტკინებათ, ამაზე მეტი მშობელს ერთი ბავშვი რო გეღუპება, ეს არის კოშმარი და 5 ანგელოზი. ეს არის საშინელი. რამდენჯერაც ეს ინფორმაცია შემოხდა, იმდენჯერ გადავახტი, იმდენჯერ არის არ მივიყვანე თითქოს ჩემს სიმამდე რა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია რა ამისი გადახარშვა და იმასაც ვერ გაიფიქრებ ადამიანი, რომ აი ბევრჯერ ყოფი რაღაცა ხდება, ხო? და აი თუნდაც ახლა რომ ამერიკაში რომ მთელი სამხელა შტატი დაიწვა და მithქვია რომ ღმერთო მადლობა რომ საქართველოში არ ხდება. ამაზე ვერ რა უნდა თქვა რომ ღმერთო კიდე კაი მე არ მომივიდა, როგორ უნდა მოგიბრუნდეს მაგაზე ის და ის რა. ანუ ის მშობელი ეს არის მომენტი, როცა ვერაფერ ესეც ვერ გაიფიქრებ. ადამიანობა არ მოგცემს მაგის იმას, რომ ვაიმე კიდე კაი რა, ვაიმე არა, როგორ შეიძლება რომ ამ დროს მშობელს დაუდგე გვერდზე. რა უნდა უთხრა? რა სიტყვა შეიძლება რომ მშობელს ან უგეშოს? ერთი შვილი ხარ, არა 4. ოთხი კი რა 5. არ ვიცი, ეს არის ტრაგედია, ეს არის ჯოჯოხეთი, ეს არ ვიცი, ეს არის ენით გამოუთქმელი საშინელება და მართლა სამძიმარი მთელ საქართველოს ეკუთვნის, იმიტომ რომ ესენი არიან საქართველოს შვილები. ერთადერთი რაც შეიძლება თქვა ამ დროს ის არის, რომ ღმერთო გაძლება მიეცი მათ მშობლებს, როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა ისუნთქონ. აი გაძლება მიეცი ღმერთო მის ოჯახს, მის დედას, მის მამას, მათ დედმამას.
ძალიან ძნელია მრავლობით შეამის თქმა, რომ 5 შვილი. საშინელება. უბრალოდ მართლა ვერ გადავახტებოდი ისე ამ ამბავს ესე ვერ გადავახტებოდი, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ეს არის ტრაგედია, ეს არის საშინელება. ღმერთო გამძლეობა მიეცი მის ოჯახს. ვერც კი წარმოიდგენ რა ხდება ახლა იქ. არ მინდოდა ვიდეოს ბოლოს დამემძიმებინეთ, მაგრამ ეს მარტო ერთეულების ტრაგედია არ არის, ეს არის საშინელება რა. ყველას ტრაგედია. და ყველამ უნდა ვილოცოთ იმისთვის, რომ მათ შეძლონ ცხოვრების გაგრძელება. ალბათ კიდე რომ გაიაზრებენ და საერთოდ რომ გაიაზრებ რომ კიდე ანუ იმას ვამბობ ცუდად რო არიან აი ვიღაცა რო ცუდად ჯერ როგორ ძნელია საერთოდ რომ ეს შვილზე გაიფიქრო მაგრამ ხო არიან რომ აი ავადმყოფობენ ცუდად არიან რაღაცა ძალიან ძნელია ხარ ასე ვამბობ რაღაცა მაგრამ დღეს თუ ხვალ დაშვებული გაქვს მაინც ეს სადღაცას შიგნით რომ ეს ავადმყოფობა თუ რაღაცა მაინც აჯობებს რა რაღაცნაირად სისულელია ახლა როგორც ვამბობ ჩემ თავსაც რომ მაშვები სისულელია მაგრამ ესეთი რაღაცა როდესაც ახდება გონებაში ეს წარმოდგენილი მაინც გაქვს დაშვებული მაინც გაქვს იმიტომ რომ რაღაცა დაავადება გებრძვი ცდილობ რაღაცა, მაგრამ თითქოს 1%-ით მაინც ეგუები იმას, რომ დღეს ხვალ გაიმარჯვებენ შენზე და წაიყვანენ, ხო? მაგრამ ეს როგორც ეს ხდება, ეს უეცრად, ესე კოშმარულად და კიდე რომ გაიაზრებ, რომ ამდენი ბავშვი, ანგელოზები ცეცხლში დაიწვნენ. რომ გაიაზრებს დედა იმას და მამა იმას, როგორ ეტკინათ, როგორ შეეშინდათ, როგორ ეწოდათ. ღმერთო აი სული მტკივა და ხორცები მტკივა მაგთმაგივრად. ეს არის საშინელება. სადაც არ უნდა იყვნენ, ამ შიშორეზეც არ უნდა იყვნენ, ანუ იმდენად დიდი ტკივილია ეს ყველასთვის, რომ არ ვიცი. ერთადერთი შორი და რაც შეგვიძლია ის არის, რომ ღმერთს ვთხოვოთ, რომ მათ მშობლებს შეუმსუბუქოს აი ეს ტანჯვა, რომელიც ხორცებს ტკენს, სულს ტკენს, ყველაფერს ტკენთ ახლა მათ. დაგებშთობებით მომავალ ვიდეომდე აგარიდოთ ღმერთმა ყველაფერს ცუდს დაგიფაროთ, თქვენი შვილები დაიფაროს. ფრთხილად ვიყოთ, ყველაფერი გავაანალიზოთ, რა ქმედებას რა შეიძლება მოყვეს, არ ვიყოთ უყურადღებოთ. რა შეიძლება რომ კიდე იფიქროს ადამიანმა რომ ყველაფერი ცუდს აერიდოს. აარიდოს შვილები. ვისის რომლის ალბათ ყველა საზრუნავი ეგ არის შვილები. შვილები. ერთმა დაგილოცოთ ყველა შვილები, ჯანმრთელები, დღეგრძელები და ბედნიერები ყავდეთ.